მშვიდობის პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს საინფორმაციო პროგრამა. მთავარი მე ჟურნალისტი თამუნა გვილავა, მთავარის გუნდთან ერთად დღის სიახლეებს გაკაცნობთ. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო მეგობარი აქტი. საქართველოს ანგარიშ ვალდებულებების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი. ერთი მხრივ, კანონპროექტი ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას. მეორე მხრივ კი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში დებს საქართველოსთან ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას. წარმომადგენელთა პალატის შემდეგ ჯერი კონგრესის ზედა პალატზე, სენატზეა. სანამ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდე მიაღწევს, სენატმაც უნდა დაამტკიცოს. 2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც მათი თქმით გამჭვირვალობისკენ იყო მიმართული. თუმცა კანონპროექტი მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის მძიმე შეზღუდვების დაწესებას და მათ უცხოელ აგენტებად სტიგმატიზირებას. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპაში პარტნიორების გაფრთხილებებისა და პროტესტის ტალღის შემდეგ მთავრობამ პროექტი უკან გაიწვია, თუმცა 2024 წლის აპრილში ხელახლა წარადგინა. ამჯერად მასობრივი პროტესტის, პრეზიდენტის ვეტოს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის, ბაიდენის ადმინისტრაციისა და ევროკავშირის დამატებითი გაფრთხილებების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ეს კანონპროექტი დაამტკიცა. დემოკრატიული უკუსვლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი 2024 წლის შემოდგომაზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო, რომელიც არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი. ეს კანონპროექტი საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიულ მდგომარეობაზე პასუხს წარმოადგენს. ეს ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ დემოკრატიისკენ სწრაფვაში. პატივსცემთ მათ უფლებებს და მხარს ვუჭერთ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში უფრო ღრმა ინტეგრაციას. ეს მომავალი საქართველოს მთავრობასთან შესაბამისი თანამშრომლობისთვის ჩარჩოს ქმნის. მოუთმენლად ველი მის მიღებას და იმედი მაქვს, რომ მას ექნება სასურველი ეფექტი, რათა საქართველოს მოსახლეობას აჩვენოს, რომ კონგრესი ყურადღებით აკვირდება საქართველოს. ამერიკის შეერთებული შტატების ზრუნავს თქვენზე და გსურს ევროპასა და ნატოში თქვენი მომავალი ვუზრუნველყოთ. 500 დღის განმავლობაში თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოდის საქართველოს ქუჩებში თავისი მომავლის, თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. მათი სურვილი ნათელია. ისინი არ დაუშვებენ, რომ კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმმა მათი ქვეყანა დაანგრიოს. საქართველო ყოველთვის დიდად აფასებდა თავის მძიმე ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას და სამწუხაროდ ქართველი ხალხის ნებას არალეგიტიმური ქართული ოცნების რეჟიმი და ამერიკის მოძულე მაფიოზების ჯგუფი ძირს უთხრის, რომელიც ცდილობს ქვეყანა ამერიკის მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიყიდოს, კერძოდ გადასცეს სპორტი, რომელიც ქართველი ხალხის უნდა იყოს. ეს არასწორი მიმართულებით შემუშავებული კანონპროექტია. კოლეგებმა ამას მხარი არ უნდა დაუჭირონ. არ გვჭირდება ყველა იმ კონფლიქტში ჩართვა, რომელშიც გვიწვევენ და ასევე არც დამატებითი კონფლიქტების ძებნა გვჭირდება. ჩვენ შეგვიძლია ქართველ ხალხს ყველაფერი კარგი ვუსურვოთ ევროპის თავდაცვის მიმართ აღებული ჩვენი ვალდებულების გაფართოების გარეშე. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს არ შეუძლია რუსეთისგან საკუთარი თავის დაცვა და ისინი მუშუპუს 2%-საც კი არ ხარჯავენ თავდაცვას, რაც ნატოში გაწევრიანებისათვის მინიმუმს წარმოადგენს. მათ ვერ დაადანაშაულებ, როდესაც დიდი ქვეყნები, მაგალითად გერმანიაც არ ხარჯავს მინიმუმს. მათი ეკონომიკა არც ისე დიდია, ამიტომ მაშინაც კი თუ ისინი მეც დახარჯავდნენ, ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა. ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მიმართ არასწორი მიდგომაა და ჩვენი სანქციების რეჟიმის ეფექტურობას ასუსტებს. ფიქრობ, ეს საშინელი იდეაა. საქართველო ნატოს წევრობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი და ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე იყო, განსაკუთრებით 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ. ამერიკის შეერთებული შტატები სარგებლობდა სამხედრო და დაზვერვის სფეროში თანამშრომლობით და საქართველოს მოსახლეობა თავისი პროამერიკული განწყობით ცნობილია. საქართველოსთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა შეარყია მართველი ქართული ოცნების პარტიის ქმედებებმა, რომელიც იმეორებს რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას, ასევე ჩინეთთან და ირანთან დაახლოებით.
განხილვებით. პროდასავლური დემოკრატიული საქართველოს მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები აშკარაა. საქართველოს შავ ზღვაზე მდებარეობის გამო ის შუა დერეფნის გავლით ვაჭრობისთვის საკვანძო ადგილს წარმოადგენს და შეიძლება რეგიონში ირანისა და რუსეთის გავლენის გამაწონასწორებელ ძალად იქცეს. ეს კანონპროექტი საქართველოს ალტერნატივას თავაზობს, როგორც კი პრეზიდენტი დაადასტურებს, რომ საქართველო დაუბრუნდა თავის პროდასავლურ კურსს. კანონპროექტი ითვალისწინებს ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას, სამხედრო თანამშრომლობასა და ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პარტნიორები კარგი საქციელისთვის უნდა დააჯილდოვოს. ეს კანონპროექტი ქართველ ხალხზე თავდასხმას არ წარმოადგენს. თავი პირდაპირ ეთერში მუშაობას დღის სხვა ამბებით აგრძელებს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღის გეგმებზე სასაუბროდ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით 26 მაისს საქართველოს ყველა მოქალაქე ჩაიბარებს 26 მაისს. რას გულისხმობდა ის ამ სიტყვებში, მას არ დაუკონკრეტებია. რეალურად საქართველოს მიმართ არის ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის ის ასევე, რასაც ჩვენ შევცვლით, როცა შევცვლით რეჟიმს. ეს რეჟიმი დასახლებელია და სხვა გაზა და გამოსავალი არ არის და ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა ეს იციან, რომ არ შეიძლება რომ დაუშვა და ეს იყო დღეს გამოცხადებული მათ მიერ იმ რესპუბლიკელი დეპუტატების მიერ, რომ საქართველოს არ შეიძლება რომ ამერიკა იმას ღებულობდეს, რომ საქართველოსდან ოფიციალური პირები ამერიკას აბრალებდნენ ხან ომის პარტიობას, ხან დიპ სტეიტობას და ხან რას და ხან რას. ეს არის მიუღებელი და ეს არის პასუხი ამერიკის როგორც მეგობარი და ჩვენ მეგობარს დავიბრუნებთ. როგორც კი ეს რეჟიმი შეიცვლება და ეს არის ჩვენი განაცხადი, რომ დავიბრუნებთ თანამხმოვრად ამერიკის მეგობრობას, დავიბრუნებთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც დაიკარგა ამ პერიოდში და ჩვენ ასევე დავიბრუნებთ იმ შესაძლებლობებს, რასაც ქვია ვიზა ლიბერალიზაცია ამერიკასთან და არა რაღაც იმ ქვეყნებთან, რომელიც სია გამოქვეყნდა ცოტა რამოდენიმე დღის წინ. და დავიბრუნებთ თავისუფალ ვაჭრობას. ეს არის ჩვენი მომავალი ამ რეჟიმის გარეშე. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველანი ჯერ ერთი ვიყოთ ყველანი ერთად 9 მაისს, რომელიც არის ევროპის დღე და რომელიც არის პასუხი ამ ქვეყნის რუსიფიკაციაზე, რომელსაც ყველა დღეს ვხედავთ ძალიან ნათლად. ჩვენს ქუჩებში, ჩვენს მაღაზიებში, ჩვენს რესტორნებში, სადაც არ უნდა გაიხედოთ, ძირითადად რუსები არიან, რომლებიც კომფორტულად ცხოვრობენ ამ ქვეყანაში. საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ და რუსები სამაგიეროდ ხეირობენ. მაგრამ ჩვენ უნდა 9 მაისს გამოვიდეთ და დაუპირისპიროთ ევროპა ამ რუსიფიკაციას, დაუპირისპიროთ ის ვიზა ლიბერალიზაცია, რომელსაც ჩვენ თუ რამე მოუვიდა ამ ვიზა ლიბერალიზაციას ჩვენ დავიბრუნებთ და რაც მთავარი არის, გუშინ მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველა ვინც იყო და ძალიან ბევრი წარმომადგენლები იყვნენ და ეს მუშაობა გრძელდება, ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩავიბაროთ 26 მაისი ნიშნავს, რომ ყველა ერთად პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, სხვადასხვა საზოგადოების სეგმენტის წარმომადგენლები, ბიზნესი იქნება თუ კულტურა, ყველა ერთად, ყველა საქართველოს მოქალაქეები ჩავიბარებთ 26 მაისს, იმიტომ 26 მაისი ჩვენია, 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია. და ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას, ამისთვის ყველანი ერთად, ჯერ 9 მაისს, შემდეგ ყველანი მართლა მთელი ქვეყანა, სრულიად საქართველო ერთად
26 მაისს. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და დღის სხვა ამბებით ვაგრძელებთ მუშაობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აპრილის თვეში უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. უწყების ინფორმაციით გაძევებულ პირებს კანონის შესაბამისად ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ცნობით უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა. ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. საქართველოსდან უკაცრავად გაძევებულ იქნა ჩინეთის, ბანგლადეშის, ინდოეთის, იორდანიის, რუსეთის, თურქეთის, ირანის, ისრაელის, ტაჯიკეთის, ნიგერიის, ნეპალის, პაკისტანის, თურქმენეთის, ეგვიპტის, კორეის, ფილიპინების, შრი-ლანკას, ლიბანის, საუდის არაბეთის, აზერბაიჯანის, სლოვაკეთის, ყირგიზეთის ჯამში 96 მოქალაქე. კახეთის პოლიციამ 4 ნარკორეალიზატორი დააკავა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. დაშავებულთა შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, 2 წარსულში ნასამართლევი, ერთი კი პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისაგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცავებმა მათი პირადი და საცხოვრებელი ხრიკისას სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს. დანაშაული 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამერიკის კონგრესმა მეგობარი აქტი მიიღო, რა შეცვლის მეგობარი აქტი. ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარია და აღნიშნულ თემაზე ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს წევრ თემურ ცამციშვილთან ერთად ვსაუბრობ. საღამოშვიდობის ბატონო თემურ, ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. გილოცავთ დღევანდელ დღეს გიორგობას და ჩვენც გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ. ასე მეგობარი აქტის მინდა მოგილოცოთ, არ არის. კი ბატონო, ზუსტად ამ თემაზე გვინდა თქვენი მოსაზრებები გავიგოთ. ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეგობარი აქტი მიიღო ამერიკელების განცხადებით. ეს კანონპროექტი ამერიკელების მკაფიო მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ. რას ითვალისწინებს ეს კანონი? უბრალოდ რა ტიპის სანქციების დაწესება მოხდება ამ მეგობარი აქტით? სანამ ამ საკითხებზე გადავალთ, აუცილებელი აღინიშნოს, რომ აქაც სამწუხაროდ გვიწევს ქართული ოცნების პროპაგანდასთან დაპირისპირება. როდესაც საუბრობენ, თითქოს ეს კანონპროექტი არის ერთი სენატორის ინიციატივა და ჯო უილსონზე საუბრობენ ხშირად, რომ ერთი ადამიანის ინიციატივა. ეს ასე არ არის, ყველას უნდა ისმოდეს და უნდა იცოდეს საზოგადოების იმ ნაწილმა, ვისაც აინტერესებს ზოგადად თუ რასთან აქვს საქმე. ეს არის ორპარტიული კანონპროექტი, რომელმაც პირველი საფეხური უკვე გაიარა, ქვედა პალატამ დაამტკიცა. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ კანონპროექტს ხარი დაუჭირა არა მარტო ორი პარტიის წარმომადგენლებმა, არამედ ხარი დაუჭირეს ფრაქციის ლიდერებმა და ყველა იმ თანამდებობის პირებმა, რომლებიც წარმოადგენენ ამერიკის შეერთებული შტატების ქვედა პალატას. და ეს უკვე იმის ნიშანია, რომ აუცილებლად ექნება ზედა პალატაში მხარდაჭერა კანონპროექტს და კანონპროექტს აუცილებლად მოაწერს პრეზიდენტი ტრამპი ხელს, იმიტომ რომ პრეზიდენტის ტრამპის გუნდიც მუშაობდა ამ კანონპროექტზე ამ დროის განმავლობაში და მათი მხარდაჭერის გარეშე ეს კანონპროექტი ამ ეტაპამდე არ მივიდოდა და ის ილუზია, რომ თითქოს ქართული ოცნება ტრამპთან რაღაცებს ბჭყალებში დავალაგებს და ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ხელს ჩამოართმევს დიქტატორულ რეჟიმს, ეს არის ტყუილი და უნდა ესმოდეს ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად და ეხლა გადავალ იმ ეტაპზე თუ რას ითვალისწინებს ზუსტად. შეიძლება ითქვას, რომ ეს კანონპროექტი იქნება სახელმძღვანელო ჩვენი თავისუფალი სამყაროსთან ურთიერთობის და მე დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფალი სამყაროს ფლაგმანი და დემოკრატიის მთავარი მცველი კიდევ ძალიან ბევრი წელი იქნება ამერიკის შეერთებული შტატები. და ჩვენ თუ გინდა ვიცხოვროთ ზოგადად სახელმწიფოში და ამ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ ვართ, იქნება სახელმწიფო ნებისმიერ რეჟიმს, ნებისმიერ ხელისუფლებას და ნებისმიერ იმ ადამიანს, ვისაც სურვილი ექნება, რომ მიითვისოს ხელისუფლება, გააუქმოს არჩევნები, მიითვისოს სასამართლო ხელისუფლება, მიითვისოს საპარლამენტო ხელისუფლება, პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები და გააუქმოს ზოგადად სახელმწიფო და პროპაგანდით, რუსული პროპაგანდით ებრძოლოს ამ ქვეყანაში თავისუფლებას,
საქმე ექნება ამ კანონპროექტთან. ნებისმიერ მომავალ ხელისუფლებას, ვინც გადაწყვიტავს, რომ ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში და აქ სახელმწიფოს გაუქმება დააპიროს. კონკრეტულად სანქცირებაზე გადავიდეთ, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ყველა იმ ადამიანის დასანქცირებას, არ აქვს მნიშვნელობა ის იქნება ქართველი, ის იქნება უცხოელი, რომელიც ხელყოფს საქართველოში დემოკრატიას და დემოკრატიის უსაფრთხოებას. კი, სანქციები მრავალფეროვანია, ითვალისწინებს ფინანსური მხარეც აქვს, უვიზო მიმოსვლაც აქვს და ზოგადად ამ სტანდარტიც არსებობს, რა სანქციები შეიძლება დააწესოს თავისუფალმა სამყარომ და უამრავი ბერკეტი არსებობს. პირველი მაინც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფინანსური მხარე. მოგეხსენებათ ახლა რა ვიცი დოლართან წტომა და ამერიკის შეერთებული შტატებთან ფინანსური კუთხით და თავისუფალ სამყაროსთან ეკონომიკურად იმდენად მიმულია ჩვენი ქვეყანა არ არის მარტივი არავისთვის ასე ერთი ხელის მოსმით ეს უკვე ქართული ოცნების ლიდერებსაც ეტყობათ განცხადებებში რომ ასე ერთი ხელის მოსმით ამ სანქციებს ასე ადვილად ვინმე გაუძლოს და შეეგუოს. ეს არის პოლიტიკური პროცესი, შეიძლება რაღაცა ეტაპები კანონპროექტს ოდესაც მიიღებენ უკვე როდესაც ძალაში შევა და უკვე მოქმედებაში ვნახავთ, რა თქმა უნდა, იქ რაღაცა ცვლილებები შევა, ცოტა დაიხვეწება, უკვე კონკრეტულად გვეცოდინება წითელი ხაზები, ვინ შეიძლება ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ქართული ოცნების ყველა წევრის დასანქცირებას, მათ შორის ბატონი ბიძინა ივანიშვილისაც. არ ვერ ვიტყვით ასე კონკრეტულად, ეს სია ჯერ არ არსებობს. ეს გამოჩნდება მაშინ, როდესაც უკვე კანონპროექტი ძალაში შევა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ადამიანები, ვინც უკვე დასანქცირებულია სხვადასხვა ევროპული ქვეყნებისგან მაგალითად და სხვა სანქციებში მყოფიან, ის ადამიანები ახლა აუცილებლად მოხდებიან. ახლა შინაგან საქმეთა მინისტრი ავტომატურად ამ სიაშიც იქნება, მეგობარი აქტის სიაშიც. ასე რომ ეს უკვე პროცესი ამას წინასწარ ვერავინ ვერ იტყვის. არც არავინ არ იცის. როდესაც უკვე კანონპროექტი ძალაში შევა, მე ვნახავთ ვის მოუწევს და გათვალისწინებით რაც წერია იმის მიხედვით კი, რა თქმა უნდა. ნებისმიერი ქართული ოცნების წევრი, ვინც ახლა მონაწილეობას ღებულობს ამ პროცესებში, რა პროცესებსაც ქვეყანაში ვხედავთ. ბატონო თემურ, ქართულმა ოცნებამ უკვე გააკეთა რამდენიმე შეფასება, უпроსტად რამდენიმე ადამიანმა გააკეთა შეფასება და ძირითადი აზრი ყველასი იყო დაახლოებით ერთნაირი, რომ ეს არის ყველაფერი გარდა მეგობარი აქტისა, ასე ფიქრობენ ისინი და როგორ ფიქრობთ თქვენ დათმობს თუ არა ქართული ოცნება ძალაუფლებას თუ სანქციებს აირჩევენ? არა, ამაზე ცალსახა პასუხი ნამდვილად არ არსებობს. ქართული ოცნება პროპაგანდით იმასაც იცახის რომ ახლა deep state-მა გაიმარჯვა, მას რა ქვია, ტრამპთან ბრძოლაში და წარმომადგენლობით პალატაში და ახლა იძახიან რომ ტრამპი არ მოაწეს ხელს და სენატი არ დაუჭერს ხარს და სანამ შეძლებენ, რა თქმა უნდა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აცხოვრებენ ილუზიებში და ტყუილში. ეს სამწუხარო მოცემულობა გვაქვს და ამაში ჩართულია სხვათა შორის პროპაგანდისტული მედია საშუალებები. იმ ადამიანებსაც, მედია საშუალებებსაც სხვათა შორის, ვინც ამაში ღებულობს მონაწილეობას, იმ ადამიანებისთვისაც მეგობარი აქტი არ იქნება ძალიან ისეთი, რა ქვია. შეიტანს თუ არა ბზარს ბატონო თემურ ეს მეგობარი აქტი ქართულ ოცნებაში? აუცილებლად ეს გარდაუვალი პროცესია, არავინ ამ ხელა სამუშაოს არ გაწევდა დამერწმუნეთ, რომ არ წინასწარ არ ქონდეთ გარკვეული მოლოდინები ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაღაცა ინფორმაციაც ექნებათ. ეხლა ქართული ოცნება რამდენად დათმობს, არ დათმობს ხელისუფლებას, ეს ერთი მარტო ამ მით ვერ ვიმსჯელებთ ამ კანონპროექტით და ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომით. უბრალოდ აქ თავარი არის მაინც ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს. ამით ზოგადად მესიჯი გააგზავნა სხვა ქვეყნებშიც, რომ დემოკრატიის დაცვისთვის ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა სტრატეგიული პარტნიორობა რეალურად თუ სახელმწიფოსთან და ქართულ ოცნებასთან გაწყვიტა ამერიკის შეერთებული შტატებმა. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სახელმწიფო არის ქართველი ხალხის სტრატეგიული პარტნიორი. და რაში გამოიხატება სტრატეგიული პარტნიორობა? ხო რაღაცა ღირებულებები არის და ამ ღირებულებებს ამერიკის შეერთებული შტატები დაიცავს. გვაქვს კი ჩვენ ამ ეტაპზე პარტნიორული ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებში. არა, სახელმწიფოების დონეზე რა თქმა უნდა არა და ეს ბოლო ვიზიტიც დავითაშვილის ბოლო ვიზიტის ხო ფაქტი იყო, რომ არანაირ მაღალი დონის შეხვედრა არ ქონია და კონკრეტულად ამ ხელში იძახიან გადატვირთვა და აი მეგობარი აქტით წარმოეციათ გადატვირთვა მოხდება ერთადერთ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ ჩვენ დაუბრუნდებით
დემოკრატიის განვითარების და რაღაც სახელმწიფო არა ვართ, ეხლა არა ვაღიაროთ თუ ჩვენ სახელმწიფო აღარა ვართ. ჩვენ ვართ რაღაცა ჰიბრიდული, ეხლა რაღაცა რეჟიმში მყოფი სტრუქტურული ერთეული, რომელიც საბოლოო ჯამში თუ ასე გავაგზავნეთ, ჩვენ სახელმწიფო არ გვექნება სახელმწიფო ინსტიტუტები, არ გვეყოლება პოლიცია, ჯარი და რაღაც სახელმწიფო კომპონენტები, რაცაა, ყველაფერი ნელ-ნელა გაქრება და იქნება რაღაც ფასადური. როგორც უკვე ბევრ სტრუქტურაში და ბევრ სახელმწიფო დაწესებულებაში ასე არის და სანამ საბოლოო წერტილამდე მივალთ, ალბათ მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ საღიაზრი გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში და დავუშვათ ბატონო თემურ გაიარა ის ორი ინსტანციაც მეგობარმა აქტმა და დამტკიცდა საბოლოოდ და ხო ეს ასე მოხდება. კი, ასე მოხდება რა თქმა უნდა და ამის შემდგომ თქვათ ქართულმა ოცნებამ უარი განაცხადა ახალი არჩევნების ჩატარებაზე, პოლიტპატიმრების გამოშვებაზე, რასაც მეგობარი აქტი ეს კანონი ითხოვს. ასეთ შემთხვევაში თუ ქართულმა ოცნებამ უარი განაცხადა ყველა იმ პირობის შესრულებაზე, რასაც მეგობარი აქტი ითვალისწინებს, გამოაცხადებს თუ არა ქართული ოცნება გამოუცხადებს თუ არა ამერიკას ცივომს. კი, ამ ფაზაში ქართული ოცნება უკვე დიდი ხანია არის და რა ვიცი, პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება და მოვლენები როგორ განვითარდება, ამას ეხლა წინასწარ ვარაუდი რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მძიმე პერიოდი დაუდგება როგორც თვითონ პარტიას ქართულ ოცნებას, ასევე ქვეყანაშიც მერწმუნეთ ასე გაგრძელება, მარტო ეკონომიკური კუთხით რო ავიღოთ, ასე გაგრძელება ფიზიკურად შეუძლებელია. მეგობარი ეს პროცესები დაჩქარდება და რა ვიცი, კრიზისი ალბათ არ ამგონია რომ თუ იმ წერტილამდე მივალთ, რომ რა ვიცი, ქართველი ხალხი საბოლოოდ მაინც არჩევანს დარწმუნებული ვარ ქვეყნის სასარგებლოდ გააკეთებს და აქეთ ერთხელ არის სახელმწიფოს არსებობა, ჩვენი დამოუკიდებლობა, რა ვიცი, ჩვენი კულტურის შენარჩუნება, ჩვენი წესების შენარჩუნება და მეორე მხარეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში დარჩენის გამო ყველაფერს ამას გვეუბნება, რომ თან ამის დაცვის მოტივით გვიხსნის იმას, რომ თითქოს მთელი მსოფლიო და deep state-ი ქართული ოცნების ხელისუფლებას ებრძვის და რეალურად აქ ესენი იცავენ საქართველოს რაღაცა გარე ინტერვენციისაგან, თუ რა ვიცი, იმდენად სისულელია ჩემთვის ხანდახან უჭირს კიდევაც ამის დაჯერება და როცა ვფიქრობ ასეთ რაღაცეებზე, ძალიან გულიმწყდება, რომ არიან ადამიანები, ვისაც ამის ჯერა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რა ვიცი, 21 საუკუნეა ციფრული ეპოქაა და რაღაცა მაინც აღიაზრება. თუმცა მიუხედავად ამისა, ბატონო თემურ, ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ ქართული ოცნების მმართველობა არის მოსაწონი, რომ ისინი ძალიან კარგად მართავენ ქვეყანას. ორი დღის წინ გააკეთა ბატონმა ირაკლი კობახიძემ განცხადება იმის თაობაზე, რომ ძალიან ბევრი ადამიანს ეგონაა, რომ აი ჩვენ ეკონომიკა ჩამოგმხებოდა თავზეო და ნახეთ 2.75 დოლარი არსად არ წასულა, ლარი მყარია ეს განცხადებები და თქვენ ნახავდით ალბათ საქსტატის მონაცემებსაც, რომ საშუალო ხელფასიც კი გაზრდილია თურმე საქართველოში. საქსტატის მაგას როგორ ითვლის, ეს ალგე საკითხია, კიდე ძალიან მარტივია, მასე ზოგადად საშუალო ხელფასის ზრდა ერთ სექტორში იმდენად იზრდება, მაგალითად შეიძლება ვთქვათ ბანკებში და საჯარო სექტორში, რომ ზოგადად საშუალო ხელფასი გაიზარდოს, მაგას სხვანაირად ითვლიან, მაგრამ რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ბევრი ხალხი რას ნიშნავს, ახლა უამრავი ხალხი აქ მაყოფილი, ეგეც პირობიტია, არ ამგონია ქართულ ოცნებას ახლა 50%-ზე მეტი ამორჩეველი ხავდეს ქვეყანაში და მხარს უჭერდეს და სწორედ დემოკრატიის მთავარი პრინციპიც ამაშია, რომ ქართული ოცნება არჩევნების გაყალბებით უბულებელყოფს 50% პლუს 1 ადამიანის არჩევანს ამ ქვეყანაში. ასეც რო იყოს, მე დარწმუნებული ვარ ეს მეტია და ქვეყნის 70-80%-ს კვლევები გვიჩვენებს, ყველა კვლევა გვიჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი, რაღაც 80% მხარს უჭერს ჩვენს ევროინტეგრაციას და 84% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას. თუ ამ ორ რაღაცას დავდებთ სასწორზე, ქართული ოცნების ხარდაჭერა საერთოდ უკვე რა დონეზეა დასული, ძალიან კარგად გამოჩნდება რომ ჩვენთან რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად და თავისუფალ გარემოში. მისი მოლოდინი გაქვთ თქვენ ამ მეგობარი აქტის შემდეგ? თქვენ როგორ ფიქრობთ, რა მოხდება? მეგობარი აქტის მიღებამდეც მაქვს იმის მოლოდინი, რომ პროცესები უფრო დაიზაბება. ქართველი ხალხი, ავით მე მაინც მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ როდესაც ადგება ის მომენტი, როდესაც ყველა მიხვდება, რომ კარგავს სახელმწიფოებრიობას. და მიუხედავად იმისა, რომ ავით ხა
გვაქვს ჩვენ გვინდა არ გვინდა ამის გამოცდილება, სახელმწიფოებრიობის გამოცდილება, ამისთვის ბევრი ვიბრძოლეთ და ბევრი სისხლიც დავუყარეთ და ასე ერთი ხელის მოსმით რაღაცა მით უმეტეს არსაიდან მოტანილი საფრთხეებისგან და ტყვილი და პროპაგანდის გამო, როდესაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მოტყუებულად იგრძნობს თავს და მიხვდება რომ სახელმწიფოებრიობას კარგავს, მეგობარი აქტიც, თქმა უნდა, შემადგენელი ნაწილი იქნება ამ ბრძოლის, მაგრამ მანამდე ჩვენი პროტესტითაც თუნდაც და პოლიტიკური პარტიების უფრო სწორი პოზიციონირები და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით შევძლებთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ერთხელ და სამუდამო დამკვიდრებას და რა ვიცი მოვლენ ხელისუფლებები და წავლენ და მეგობარი აქტი სულ იქნება და ნებისმიერ ხელისუფლებას რა ვიცი რომელიც გადაწყვიტავს რომ ვერ ჩათვლის რომ ისე უნდა მიითვისოს ხელისუფლება ეს სანქციები მათაც გავრცელდება რაც რაღაცა გრძელვადიან პერსპექტივაში, რა ვიცი, ალბათ ჩემი შვილებისთვის და უფრო იქით ძალიან იმედიანად უყურებ ამ მოკლევადიან ამბავს ვარ შევეხო საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება მეგობარი აქტი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. დაგემშვიდობებით მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახდათ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიცაბჭოს წევრი თემურ ცამციშვილი. მადლობა რომ გვიყურეთ. დაგემშვიდობებით ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.